მოგესალმებით მეგობრებო. დიდი დრო გავიდა რაც ვიდეო არ დაგვიდია. მოკლედ Grand Cherokee-ს გადავიგეთ ვითომ, მაგრამ წაგვეშალა ეს ვიდეო სამწუხაროდ დავერდავდეთ. და 130-ის ვიდეოში ვახსენე რომ მეთქი პროექტი გეულდებათ, მეთქი წინ, მეთქი რაღაც საპროექტო მანქანა ვიყიდეთ, რომელიც ჩამოვიყვანეთ რაღაც. მინდოდა რომ ანუ მთლიანი კადრებით ამეწყო რაღაც, ანუ ყიდვის პროცესი გადავიგე მაგალითად. მე უკვე ისე აეწყო რომ ვეღარ გადავიგე ვერც ჩამოყვანის, ვერც აწყობის რა დაჭდა, როგორ დაჭდა, მოკლედ ანუ ვერ გადავიგე ვერაფერი, უკვე ეს მანქანა აიწყო კი არა დადის უკვე და ყველაფერი ხოძია. პროექტი რაც შეეხება ბევრი ვიფიქრე, ხან მეთქი რა მანქანა შევიძინო, მეთქი არქივი ამოსაჩენად რაღაც ხო და საბოლოო ჯამში მაინც გადავწყვიტე რომ შემეძინა BMW. მოკლედ ჩვენ BMW მე-4 სერიის, BMW მე-4 სერიის ტესტ-დრაივი გადაღებული ყავს, მაგრამ გადავიგეთ 430 კაბრიოლეტი, ამის წინა ვიდეო, ვისაც დაგაინტერესებთ შეგიძლიათ ნახოთ. ეს უკვე არის 428, ის იყო 2018 წლიანი, ეს 2019 წლიანი, ანუ ეს რო არ არის სტაილინგია, ეს კუპეა, ის კაბრიოლეტი იყო. დიდი განსხვავებები არაა, ეხლა რომ წინათ ტესტ-დრაივს ავთმო და განვიხილო დეტალურად, მაგრამ განსხვავებებს გეტყვით და მაინც ეხლა ყოველდღიურად როდესაც ამანქანით მოძრავ, მაინც გეტყვით როგორია, რა გამოცდილება, რასთან გექნებათ საქმე. ეხლა მაგალითად სტანდარტულად გავუყვეთ, წინა ცხვირით დავიწყოთ სტანდარტულად. ეხლა წინა ცხვირი როგორც იმ ავტომობილს ხონდა 430 კაბრიოლეტს, უბრალოდ იგივეა აქაც. ფარებში ანუ ცოტა სხვაობები არის ყველაფერში, მაგრამ ფარებში იმას ეს ტექნიკის ფარები ეყინა, ამას არ არის, მაგრამ დამერწმუნდეთ ვერავინ ვერ გაარჩევს, ვერავინ ვერ არჩევს, ეს ფარები თან მოსახვეში როდესაც შედიხარ, დაყვება, ანუ მარჯვნივ უხვევს მოსახვეებში. სტანდარტული შიტოკი უყენია, არა იმ პაკეტის, ეს მანქანა არა იმ პაკეტი, მაგრამ საქართველოში რაც დადის უმეტესობა ყველა დაპაკეტებულია, რაღაც 350 ლარიანი ემის შიტოკები უყენიათ ტაივანის, ყველას არა, ეხლა ზოგი ორიგინალში აწყობს, მაგრამ მაინც ესეთი შეხედულება ეხლა ყველა BMW პაკეტია, ეხლა არა იმ პაკეტი ძალიან იშვიათად ეხლა ეს ერთი რო ვიღაცამ გაჩითოს. მოგეთ არა იმ პაკეტის შიტოკი აყენია, ეს მანქანა არა იმ პაკეტია და მაგაზეც ვისაუბრებთ. აქ shadow line-ია ეს მანქანა, იმიტომ რომ გვერდებზეც რო გადავთ, გაჩვენებთ რომ ნიკელებიც არა აქვს ნიკელები, ანუ შავია, მატოვი შავია. აქ ეს ცხაურა, რომელიც შავია და ემის სტილში აყენია. სტანდარტული შიტოკი აქ ეს იასამნისფერი პლასმასები აკლია, აქ ეს რაც უყენია იმ კაბრიოლეტს ეყენა, მაგრამ აქ მე დავიჩრევ და დავაყენებ მაგასაც. აქ რადიატორი მოკლედ ეხლა რაც ამანქანაში მე ძრავზე რო გადავალთ ვისაუბრებ ძრავზეს, მაგრამ აქ აი წითელი ყინები უყენია, რომელიც მეტ რაღაც აგრესიას და მეტ სინამაზეს ძენს ეხლა ამ ავტომობილს და ეგენიც აყენია, რადიატორია შეცვლი და რაღაცა იმ ძრავში რო გადავალთ ვიტყვი ყველაფერს. გვერდით მხარე კუპეა ეს არა კაბრიოლეტი, დისკები კი იგივე უყენია, დისკებში ეხლა განსხვავებებია იმ პაკეტის დისკები, სხვა არის, ამისი სხვა არის, კიდე არა იმ პაკეტებს აქვს კიდე უარესი დისკები, რომელიც საერთოდ არაფერში აწერია, ის ეხლა F-ოსat, ანუ მესამე სერია BMW-ებსაც ისინი უყენიათ ხოლმე უმეტეს შემთხვევაში და მაგაზეც ვისაუბრებ აუცილებლად. ესაა კრილოზე გვაქვს საჰაერო, რომელიც ფუნქციონალური საჰაერო არის, სხვადასხვა ტყუილად არ არის. ეს არკეები გვაქვს, რომელიც ემის სტილში არის გაკეთებული, წაწვეტებული, რა თქმა უნდა. სხვა გვერდიდან ეხლა კუპე არის, ორკარიანი არის, ეხლა კაბრიოლეტის ვიდეოში რაც ავღვნიშნე ის იყო, რომ მეთქი ანუ კაბრიოლეტს რო აი ესე მოსდიო და პირდაპირ რო ესე ჩამოდიო და ეს ჭერი. თქვი რომ მეთქი ანუ კუპე მეთქი, როდესაც კაბრიოლეტი გადახდილი არა მეთქი, უფრო მეტად ლამაზია მეთქი ვიდრე კაბრიოლეტს ხო, კაბრიოლეტს რო გადახდი უკვე ძალიან ლამაზი ხდება და იქ ეკარგება ყველაფერსაც, მაგრამ დაფარებულზე ვიძახდი მე. ამ შემთხვევაში, როდესაც კუპესთან გვაქვს საქმე, მინდა გითხრათ, რომ არც ისეთი ლამაზი არ არის ეს კუპე, ანუ არც კაბრიოლეტი იყო ძალიან ლამაზი და არც ეს, იმიტომ რომ ზედმეტად გაწელილი არის, ანუ ეს ის კუპე არაა, რომ კუპეა და პატარა, ანუ ჩვეულებრივი სედანის ხელა არის. აი ეს ძალიან რაღაც წაგრძელებული, აი რაღაც იმედი აი რო დადიხარ და რაღაც ან ფოტოს რო უგებ ან რაღაცა, აი რაღაც ეს ტოჩკები უნდა უპოვო რა, რომ აი აქედან გადავიდე ლამაზი გამოჩნდეს, სხვა რაღაც ძილი ჩანს ან მოკლე ჩანს ან რაღაც ეს ისე ჩანს, ანუ აქაც თქვი, კაბრიოლეტში ესე რა ჩამოსწს. ეხლა რო ვთქვა რომ ყიდვის თემაში მეთქი, ალბათ მესამე სერიას უფრო ყიდულობენ, იმიტომ რომ ეხლა რომ მიდიხარ და ეხლა ფულს იხდი მანქანაში, წახვალ და იგი მესამე სერიას იყო, რომ ეხლა შეიძლება ოჯახში რაღაც ისეთი თემა იყოს, რომ ჩვენს რო დავჯდეთ და ჩვენს რო გამოვიყენოთ, ეხლა უკან კარები გქონდეს, რომ გამოვოთ ჩავჯდეთ.
შენი ფულის რო კიდულობ მანქანას რაღაცა ხა რატო რა იყოს კუპე და ის ვერზე მეგობარი გოგო შეყვარებული რაღაცა უკან ჩანთა ჩააგდებს ყოფნით აღარა საჭირო იქ უკან რაღაცების შეტენვა და რაღაცები მაგრამ უკან ფართიც აქვს ამანქანას კიდე ყველაზე ის რაცაა რომ ამანქანაში ყველა იძებს უკანა კარს ხოლმე ანუ ვიღაცას რომ თქვა რაღაც აი დაჯექი რაღაცა ანუ არც უფიქრდება რომ არა აქვს აი მოდის პიტაკი რუჭკას ეძებს რომ გამოაქვს და ჩაჯდეს და მე რა უწევთ ხოლმე შეგინდა შეძრომა ხოლმე და რაღაც კაბრიოლეტს უკანა შუშები ჩამოსიო და ეგეც ვახსენე კაბრიოლეტს ვიდეოში რომ მეთქი კუპეს მეთქი მიბეტონებული აქვს ეს შუშები არ მოძრაობს აი ესე აკვრია და ნუ ეს მიკელების არა აქვს რა თქმა უნდა shadow line-ია მეთქი ლუკი გვაქვს ნუ ეხა მთავარი ის რაც იყო ეხა იმ მანქანაში ის იყო რომ აუჩნე უკანა GPS სტოპები აქვს მეთქი ნუ რესტაილინგებს და ამას სტანდარტული ჩვეულებრივი ფარებია რომელიც ეხა სიმართლე რო გითხრათ დიდად გასაკვირი და ის არაა უკან სტანდარტული ორი გრუშტელი აქვს ესეც არ არის პაკეტის შიტოკი აყენია უკან ნუ ძალიან ისესიმა რა ეხა ვის როგორ ურჩევნია ხა მე პირად ეხა 428 2-დან 2 4 ცილინდრიანი ძრავა არის და ეხა 4 გრუშტელი პოპკორნით დადიოდე და ხალხს აგიზიანებდე ეგ დიდად რავი არცაა მოსაწონი რა ეხა ორი გრუშტელი სანამ ეხა შეიძლება რაღაცა თქვა და იმის შიტოკი დააყენო მაგრამ ის ორი გრუშტელი უნდა დატო ეხა აღარა აქვს რაღაცა უკანონო მოშენებას რო აკეთებენ ხოლმე და ეხლა 4 კრაპოვიც რო აყენებენ ეგ მთლიანმაგდანიც არაა საჭირო უკანა მხარეს ეხლა როგორ გითხრათ ეხლა რაც თუდად არ გამოიყურება რა ანუ ცოტა დამოგამება ჭირდება ამ მანქანას რა ანუ ესე შეიძლება მოგწონდეს რა გაიაროს რაღაცა მოგეწონოს ან რაღაცა მაგრამ რო ყავს რეალურად და რო უკვირდები რაღაცებს უკვე რაღაც მინუსებს ხედავ თუნდაც ვიზუალში თუნდაც იმაში თორე ესე ეხლა არ გეტყვით რომ ცუდია ან რაღაც ანუ არა რა კაია ყველაფერი თან ეხა ის არ არის მანქანა ყველაფერი ორიგინალი აყენია ქარხნული არაფერი ისეთი არ აქვს რომ რაღაცა ტაივანის ეკენოს ან რაღაც ჩინური და რაღაცა მოდი ხა საბარგულში ჩავიხედოთ ფარი უკანავართ ანუ ეს ეფექტით გაგება და ის არ აქვს ანუ გასაგებზე და შეგინდა აქვს მაგრამ ისე არა კუპესთვის ზომა აი ზომა არის ხო კუპესთვის მართლა კაია შეიძლება კუპეს ეხა საოჯახოდ არავინ არ კიდულობს ეხა კუპეს ეხა ის რო ეხა სამი შვილი ყავს და ცოლი ყავს და კუპეს საოჯახოდ გინდა და დასვენებად რო წახო რაღაცა კარტოფილის მეშოკები ჩატენო და სოფელში ჩაიტანო რო გეყოს ანუ ეგეთი თემაში არ ახარ რა კუპესთვის საკაიფო ის აქვს თან სავარძებიც გადადის უკანები და უკვე დიდი ფართი რჩება საკმაოდ მოდი ამ მანქანაზე ეხა გარედან მოვჩეთ საუბარს იმიტომ რომ ქალაქშიც ბევრი დადის რაღაცა ეხა ნებისმიერად შეგიძლიათ ნახოთ და დაინახოთ ეს მანქანა გადავიდეთ ეხა სიარულში და მოგიყვებით თან ერთად სიარულში დაგაწევთ ყველაფერს ეს აი ხა მაგას უკან სადში ჩავაგდოთ და აი ეს არის ამ მანქანის მონიტორი ახლა ფერები კი შეგიძლიათ სიკაშკაში სიველური არეგულირო მაგრამ აი ეს რო უხვემერ ეს ხაზების დაყვება ანუ საკმაოდ პატარა რაღაც ხარისხი სუდი არ აქვს მაგრამ კატრიჯია თუ რა სამ პატარა აი ესე ახლოსაც რომ მიდიხართ იქ რაღაც სტიქებს ხატავს პარკინგ სენსორები აქვს რომელიც როგორ მუშაობს ვერ გავიგე ანუ მუშაობს კი მაგრამ ისე რა 1-2 დის დაგვიანებით მუშაობს ხოლმე ზოგადად ანუ პარკინგ სენსორში სადაც ვერ დაამართლა ამ მანქანამ აი პარკინგ სენსორები არა მოკლედ იმ კაბრიოლეტი 400 საათისგან ზოგადად მეოთხე სერიებში ეს სალონი დიდად ერთმანეთთან განსხვავებული არაა ანუ სერია გრან კუპეშიც იგივეა, ანუ ყველაფერი იგივეა გრან კუპეშიც, კაბრიოლეტშიც, მესამე სერიაშიც, ანუ სტანდარტულად აი ესეთი ბარი გვაქვს, რომელიც არც ისე არ გამოიყურება, ეხა ეთქობა რომ ძალიან high level მანქანა არა და ძალიან ლაქშერი კლასია ეს რაღაც სტანდარტული პლასმასები აქვს წინ, რომელიც ეხა მე-5 სერია და მე-6 სერიას ესეთი რაღაც არა აქვს. ეს ბარის მოყვანილობაც, ნუ მე-4 სერია კაბრიოლეტს ზუსტად იგივე იყო, ანუ ზუსტად იგივენაირი საჭე გვეყენა, ანუ არა იმ პაკეტის, იმ პაკეტის სხვა საჭე უყენიათ და ის სხვა საჭე უყენია დანარჩენ ყველა აქ ჩამოყვანილ მანქანასაც, იმიტომ რომ ჩინურები საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად იყიდება, გამოაცხოთ შეიარჭოვდა ეგა. და აქ იმ პაკეტის საჭე. იგივე საჭე გვაქვს აქაც, იგივე გიბაკები, აქ გადამხვრე განმოთველი, ძალიან ცუდად ხარ გამოიყურება ეს საჭეს, მაგრამ ის საჭე ჯობს. ერთი აი რაც მინდა ვთქვა ისა რომ აი ეს მონიტორი აი პროუბრალოთ აი ეს მონიტორი ანუ ეხა არ ვიძახი რომ
და კი მოვთ. არ ვიძახი ეხა რომ ეს მონიტორი მეტი რაღაც არ აქვს, ანუ აქ ყველაფერი რაღაც სხვადასხვა ფუნქციები აქედან მოწდება Z-იც მაგასაც ვიტყვი მე. ანუ ყველა აქ რა, ანუ რაღაც გრაფიკები და ისინი აქ აქვს, ესეთი არა, უბრალოდ. აი იმ ადამიანის თავში ჩამახედა, ვინც ეს მოვიფიქრა, რომ ნუ კაი შეიძლება ეხლა დაბალ კომპლექტაციებს და რაღაცას გაუკეთო ის, რომ აი ეს მონიტორი გქონდეს, ანუ აი ეს მთლიანი დიდი მონიტორი არ გქონდეს. ანუ ვინ უნდა აიგო და უთხრა თავში აი ეს მონიტორი თავი გაუტეხო, რასაც ქვია. აი ეს პატარა უნდა და ეს პატარა ჯოისტიკი გვაქვს აქ, რომელზეც კონტროლდება ეს მონიტორი, მოკლედ იმ კაბრიოლეტში ესეთი არ ქონდა, რა თქმა უნდა დიდი მონიტორი ახლის გვეყინა და აი მოშნი მაშინ ახლა კაი ჯოისტიკის გვეყინა, დიდი, კაი, საკაიფო რაღაც, კაი მონიტორის გვეყინა. და ანუ პლუს აი აქ დიდი დისპლეის გვეყინა, ანუ აი აქ ეს პატარა რაღაც საშინელება რო აქ აი აქ თავისი სტრელკებით რო დავის. აი ამ საშინელების ყურება იქ არ გვიწევდა, აქ ელექტრო იყო, ეს დაბლით ამხარე, დიდი მონიტორი იყო, კაი ჯოისტიკი იყო. მაგრამ როდესაც მანქანას უშვებ, რომ უნდა ქონდეს პარკინგ სენსორები, უნდა ქონდეს ემის სავარცი, უნდა ქონდეს სპორტკულის, თქვა, ანუ ყველას არ აქვს ეხა ეგ მეოთხე სერიების. და ამავდროულად პლუს უშვებ იმას, რომ შეიძლება იყენოს აი ეს მონიტორი, აი ეს საშინელება, როცა შეგიძლია რომ ააწყო და გააკეთო ისე რომ გამოვიდეს დიდი მონიტორი, ეგ ანუ საშინელება. ანუ როდესაც ანუ ამას ეხა დიდი მონიტორი და აქ თქვა ის რაც აუნიშნე რომ აქ ნახევრად ელექტრო დისპლეი რო ქონდეს, ანუ საერთოდ სხვა ვიზუალი ექნებოდა და სხვა ვაიბს მოიტანა. ეხა ამ შემთხვევაში რაღაც ძალიან გაჭირვებული სტილის მანქანას ძალიან დაბალი კლასი ძალიან იაფიენს და რაღაცას მოგვაგონებს ეხა. დანარჩენი ეხა კლიმატ კონტროლი და ის იმ მანქანაში თავად იგივეა ეს ყველაფერი, იგივეა და ანუ აღარ ვეხები დამატებითად რა. აქ სტანდარტულად თავისი მუხლუჯის ამოწევით პატარა ვარ, პატარა იმით, პატარა. აი ეს მეგონა რომ მეთქი კაბრიოლეტი როა მეთქი იმაში. მაგიტო არის მეთქი პატარა. მაგრამ რეალურად მაგიტო ზოგადად პატარა. სივრცე ამ მანქანაში პატარა, ანუ ის სივრცე არაა, რომ რაღაც, ანუ კი ერგები ავტომობილს, ანუ შეჩვევაზეა, ეხლა თუ სხვა ავტომობილიდან გადმოჭდები ამ მანქანაზე, მაგალითად Toyota-დან რომ გადმოჭდე, ანუ ვერ მოერგები ვერასოდეს. მაგრამ მოერგებით ერგები, ეხლა ეს სავარძი მაგალითად ემის სავარძებია, რომელიც ანუ გამოყვანილია, ის არა ის ტაფა სავარძები, რომლებიც ჩვეულებრივად ანუ არა იმაკეტებს მოყვებათ ხოლმე. ამაში ჩდები საკაიფოდ, ანუ ეს გვერდებზე გიჭერს რაღაც, მაგრამ ანუ ცოტა ჭარბწონინი ადამიანისთვის ეს სავარძელი არის საჩინად არაკომფორტული, იმიტომ რომ ვერ ეტევი რა, ანუ ამ იმებში ვერ ჩდები, რასაც ქვია და უკვე გამოდის არაკომფორტული. სხვა მხრივ კაია ეს სავარძელი. სივრცე პატარა არის, აი აზრი აქვს კამს უკან მიწევ, თუ რასიზავ, ქვემოთ ჩაწევ თუ რაღაცა, ანუ სივრცე თვითონ ამ მანქანაში არის პატარა. ეხა იმას არ ვიძახი რომ რაღაც საშინად პატარა ამექი, ანუ პატარა ძალიან არა, მაგრამ მაინც ეხა ეთყობა რომ პატარა ავტომობილი არის და ცოტა რავი, პატარაა რა. როდადი ხარ ეხა ყოველდღიურად, როდესაც მოძრაობ ამ ავტომობილით, ხვდები მე უკვე რომ წვაც საკმაოდ დიდი აქვს ამ ავტომობილს. ეხა 14 ლიტრს 15-ს რო გიწევს ზამთარში ეგრე წოდა, ეხლა ზაფხულში რო დაიყოს. ქალაქში გორაობით უკვე ცოტა ისეთი თემა. მან უკვე უნდა დაფიქრე, რომ არის თუ არა ეს ყოველდღიურად სამოძრაო ავტომობილი, იმიტომ რომ ისეთი, ანუ ეხლა რო იხდიდე თქვა და ყიდულობდი რაღაც ძვირადღირებულ ავტომობილს წახვიდე და $60,000 გადაიხადო და $80,000 და 15-ს მიწვავს. ხო, ეგ ეხა ანუ ისეთი მაიქა. მაგ ეგეთი ავტომობილისთვის ნორმალური წვა, მაგრამ 2-დან 0 4 ცილინდრიანი, რომელიც ეხა რეალურად დიდი არაფერი არ შეუძნია. გიწვავდეს 14-15-ს და შენ ყოველდღიურად გადაადგილდებოდი ამ საცობებში, არის მე ცოტა შემაწუხებელი არის. იმიტომ რომ რეალურად ეს მანქანა მაგდენი არ არის. კაი, წვა აღნიშნეთ მაგალითად, რომ წვავს ბევრს. კაი, წვა შევეშოთ. ქალაქში ეხა ისეთი არის, რომ ეხა ალბათ მე ეს ეხა და მე სერიას მიწკიდულობს, რაღაც ის გოგოები დაისევიან და რაღაცა გოგოების მიმაც ამოვა და რაღაცა. რეალურად ეგრეც არა. მაგაშიც არ შეძლეთ რეალურად თუ ვინმე მაგისთვის კიდულობთ ამ მანქანას, პირდაპირ არ იყიდოთ, იმიტომ რომ თუ მანქანად ვერ ჩითავთ გოგოებს, არც ამ მანქანით ვერ გაჩითავთ, იმიტომ რომ სად ისეთიც არა, ეხა მაგნიტი და რაღაცაც არა. ბენიო ეგეთიც არ ყოფილა. ჩვენ ცოტა ეხა ნავარო ჩენის მეოთხე სერია ყავს, იმიტომ რომ ეს სავარძები კია ემის
თან წითელი სტროჩკებით, ეს წითელი ხაზებით და თემა რა ეს საჭირო წითელი ხაზები საჭის გათხოვითაცაა ეს ავტომობილი და ამ შემთხვევაში ცოტა აი მაშინ შევხვდა უბრალოდ ერთ-ერთი რაზეც გული მწყდება ის არის რომ აი ეს მონიტორი გვაქვს. აი ეს საშინელი მონიტორი რომლის ყურებაც უგვიწევს და პლუს ვისროლეს მინდა დაგვიჭირეს. და პლუს აი ეს მათ ჩვენთან დაფოგო. ამაზეც ეხა წითელი სტროჩკები აქვს, ჩვეულებრივი არაა, ანუ როდესაც აინთება ხოლმე კამერა ამაზე დანათებს, უბრალოდ არანათებს. აქაც წითელი სტროჩკები გვაქვს ამ კარებს აპლიკაციაზე, აქ განათება გვაქვს, რომელიც ეხა რეალურად ეს განათება მე ვერ მივხვდი, ანუ მე ვიცი რომ ორ ფერში ანათებს, წითელი და თეთრი, ანუ სხვა ამას არ გაუნათებია. შეიძლება სხვა ფერებში ანათებს, არ ვიცი, მაგრამ ეგეც ცოტა ისე, ანუ სადაც უბრალოდ რაღაც არ გამოგვიყვება. კაია რა ეგეც. ეხლა ამ ავტომობილზე რო ვისაუბროთ, ეხლა თავისი სპორტული ფილტრებით, რადიატორებით, შემშვებით და რაღაცით, ეხლა რეალურად კაი ჯანსია. დვაინოლთან შედარებით კაი ჯანსია. ეხლა კი ვთქვი, რომ წვავს 14-15 კი გორაობით და ეკოპროთი და რაღაცები 14-15 წვავს ეს ავტომობილი, მაგრამ აი როგორც კი გაზის პედალს ეხებით, ოდნავ ძალიან არა, აი პატარაზე მეტად თუ ეხებით, აი უკვე 17, 18, 19 გააშია თუ ძალიან აგაზავით 20-ს დაგიწვავთ. ანუ წვის თემაში საკმაოდ ბევრს წვავს. ლანჩ კონტროლიც აქვს ამ ავტომობილს, რომელიც აქტიურდება, ეხლა მე არ გამიაქტიურებია, მაგრამ აქვს. და ანუ იმის ჯანიც აქვს, რომ რაღაც რო იყოს იბუქსაოს და ისრია. მოკლედ ეხლა გადავიდეთ სპორტულში და უბრალოდ ავჩქარდეთ, რომ ნახოთ რეალურად რა შეუძლია. კონტროლი ვერ ჩავთვით, იმიტომ რომ ტორმეზე გასი რომელიც დაბუქსავდა მაგთან ადგილზე ბურნაუთი დაიწყო და ჩვეულებრივად დავწერით. ნუ ჯანსი არის ეხლა ჩვეულებრივ დვაინოლებს ასწრებს. უბრალოდ ის აქვს, რომ მესამე სერია და მეოთხე სერია რო შეადარო, მესამე სერიები უფრო ჩქარი არის iOS 320-ები, ვიდრე 420-ები, იმიტომ რომ 420 უფრო მძიმე არის ვიდრე მესამე სერია. რამიანაც გასაკვირი არ უნდა იყოს, მაგრამ უკვე კიდევ უფრო მძიმე. მოკლედ მიდის ეს მანქანა თავის შემშვების და სპორტული ფილტრის ხარჯზე, ანუ კაი ხმალკის ტურბოს დაცრის შეშვების ხმა აქვს. ეხა პოპკორნი ის არ უწერია და არც ჩაიწერება ამ მანქანაზე, არც ბარბლი და არც არაფერი ეგეთი, მაგრამ ნუ კაროკაშის პროგრამა გვიწერია და საკმაოდ კარგად თავს აგაგდეთ წინ. ეხა რეალურად ეს გადაცემათა ყველაფერი იმითაც გამოირჩევა, რომ საკმაოდ კარგად რთავს და საკმაოდ კარგად ანუ ჩქარართავს. ამ შემთხვევაში მანუალში გადატანაც არ გიწევს, იმიტომ რომ ვინმე ჩქარართავს, რომ აზრი არ აქვს რა ამ შეტევებით აწვალო რეალურად ისე უფრო კარგ დროს დადებს. ჯანი აქვს რაღაც რომ მიაწვრის ტურბო როდესაც იქნება ეხა 2000 აბაროტის მერე, აი საკაიფოდ მიდის გაკრავს და მიდის არ ჩერდება მოკლედ. აქ განათება აქვს მეთქი ამაზე გულისხმობდი, ანუ რამე იყოს ანათებს და აქაც მეთქი წითელი სოჩები თქვენээр დანათებს მეთქი, აი ამ განათებაზე გულისხმობდი, ანუ ეს სიჩქარეების მოჩვენებლები კარგად ანათებს. ცოტა დაბალი მანქანა არის ყველგან ედება, ანუ კვადროები, ეხა X-Drive-ები რაც არ ვიცი როგორ, მაგრამ შედარებით უფრო მაღლები არის და უფრო კარგად დადის შედარებით. და კიდე რაც მინდა მეთქვა ისა, რომ ეს მანქანები არის საშინად, ანუ არ ვიძახი მე რომ მარტო მეოთხე სერია და რაც, ანუ მეოთხე სერია და მესამე სერიები არის საშინად გრუბები, ანუ რახარუხა მანქანები არის ცოტას ბრაგუნობს საკაიფოდ. ეხლა რაც მინდოდა მეთქვა ისა, რომ კაბრიოლეტთან შედარებით მეტად შეკრული არის და ანუ კაბრიოლეტი ჭყრიალებდა და რაღაცა სიარულში, ანუ კაბრიოლეტი ხა ანუ ეს სტოიკა რო არ აქვს და ის რო არ აქვს, ანუ შეკრული არაა მეტად. ეს მაგასთან შედარებით მეტად შეკრულია, მაგრამ მაგას სიჩქარეებზე ქალაქარეთ რაღაც ის არ გეგონოთ, რომ კარგი აეროდინამიკა აქვს, ანუ ხმა არ შემოდის გარედან. ხმა მაინც შემოდის გარედან მაგას შევდეთ ხარისხმა და რაღაც. სად ისეთი მყუდრო და ისიც არა შიგნით. სადაერბად კარგია, ანუ კარგი მანევრი აქვს, პლუს ეხა გას რო აჭერდა, რო წურავს, ანუ უფრო მეტად განდომებს, თუ გას მიაჭირო და მიაჭირო, ანუ უფრო გითხრევს ავტომობილი და ნუ BMW-ს ზოგადად გახასიათებს და მაგიტომაც არის, როდესაც ანუ ახალგაზრდებზე თავს იკავებენ BMW-ს არ უყიდი და რაღაც ანუ რაღაც ოქროს შუალედ უნდა დაიჭირო. ხა ეს მანქანა რო ყავს, ეხა შანსი არა, რომ არ ჩააჭირო ან რაღაც არ აქვს, ანუ შანსი, ანუ თხოვს მანქანა თხოვს რა თვითონ. მაგრამ რაღაც ის უნდა დაიცვა, რომ შენ თვითონ არ უნდა ხნა ის, რომ რაღაც ძალიან გარისკო, იმიტომ რომ
როდესაც რო აჭერ უფრო და უფრო განდომებს რომ მეტის შარით წახვიდე და წახვიდე. ესაა და ეს რაც მინდოდა მეთქვა. კაბლოთან შეროთ მეტად შეკრული არის და ის ჭრაჭუნი არ აქვს ისე და ისე იმიტომ რომ სტოიკები აქვს და მეტად მანქანა მეტად შეკრული არის, გზაზე კარგად დგას, ტრასაზე ამ მოსახლეებში იმენა საკაიფოდ დგას მართლა. მოგეთ, მე რადგანა ორჯერ აქვს ყველაფერი, ანუ კარებსაც რო აგებ ორჯერ უნდა გამოციო და კაბელსაც რო აგებ ორჯერ უნდა ამოქაჩო, რომ გაიყოს. ეს შუშაც რო აგებ ჩადის და რო კეტო ჩადის და აქვე აღარ უნდა ის რაღაც კედი შეყოფა და ამოქაჩები. ეგრევე ღია უკვე. რა ხდება ძრავში? ნუ ეს სპორტული ფილტრი არის აქ. გორიხსნება ის ხომში. ნუ კარგი სპორტული ფილტრი აღენია. 2-დან 0 twin turbo არის, რომელიც ქარხნა 250-ს გამოიმუშავებს დაახლოებით, ენოც ძრავა არის, ეს ცოტა მეც გამოიმუშავებს. ეხლა რა ხდება ამ ძრავებთან დაკავშირებით? არ რო გითხრათ ეხლა, ანუ ენოცი ძრავა. ნუ შემდეგი სერია რაც გადავიდეთ ეხლა 420 საათები, ეგენი საკმაოდ გამომდგარი ძრავები არის და საკმაოდ გამცი, მაგრამ ენოცი, ენოცი 6, ერთი და იგივეა სუპერა. სუპერა ფუჭებადი არის, რა თქმა უნდა, სუპერა სერვისიანი ძრავები არის, სერვისი უნდათ, ანუ ცეპის დამჭიმის პრობლემები აქვს. იქ კარგი ზეთი უნდა ჩაასხა, აი მართლა კარგი ზეთი უნდა ჩაასხა, მოულაჭირდება ამ ძრავებს ზედმეტად. იქ ვერ დაძრავ, სანამ არ გახურდება, იმიტომ რომ შეიძლება ძრავი გახვიდო ცივზე რომ ჩააფარო. ნუ ერთ სიტყვით საკმაოდ პრობლემური ძრავებია, შენახვას დიდი ფული გჭირდება, იქ ცეპს დაასერვისებ. ნუ ამეთ ახლა ცეპი რო დაასერვისო და კარგი ზეთიასხა და კარგი ბენზინიასხა, ახლა ბენზინი რუსად აღარ მოსოს რა ოქტავონა იყო, იმაზე იყო საუბარი. მაგრამ ნუ პრემიუმი რა, ეხლა სუპერსაც ვერ იტანს და რეგულარს ხო ვაფშე ვერ იტანს. სხვა ამჟამში არაფერი არ ხდება ისეთი გადასარევი და ისა, აქ ეხლა ეს სპორტული ფილტრის საათორია რო სხვანაირ კაცმანს უყენია. აქ დავამფაროთ ამაზე საუბარი, დავაფაროთ. აი ესე ლამაზად ანათებს წინესი აგრესიულად ეს ფარები. რო შევაჯამოთ. ეხლა დიდად ეხლა რო ჩამოიყვანოთ ეს მანქანა გააკეთოთ და რაღაც იქ 0-ასები ზომოთ და 100-200-ები ზომოთ, მაგისთვისაც არა, ეხლა მაგისთვის ალბათ უფრო 435-440. მაგრამ ამ ავტომობილსაც მაინც თავისი ეფექტი აქვს, მაინც რომ BMW-ს კუპეა რა, ეხლა სხვა კუპეები ხა ამის კონკურენტი არის C-კლასის კუპე ხა. ესეთ გარდამავალ ასაკში არის რომ ამის C-კლასის კუპე, ამის კონკურენტი ხა ჯერიკო 204-ის კუპე, ხა 205-ის კუპე. ცოტა ისე ხა 205-ის კუპე კი ჯობს ამას, იმიტომ რომ ხა ბევრად high level, ანუ უფრო luxury კლასის თემაში გადის ის, უფრო ლამაზიცაა ვიდრე ეს და ცოტა ისა, ეს ცოტა უფრო ბრუტალური ტიპი არის და უფრო ახალგაზრდული მანქანა არის, ხა ახალგაზრდების მანქანაა ეს, ამით ეხა ძროსი კაცი, ანუ უფროსი კაცი არც ივლის რა, თუ ეყოლება იასნა ახალგაზრდას ეყოლება და ან გოგოს ეყოლება. C-კლასის კუპე ცოტა უფრო ნაზი მანქანა არის, ხა სადამისნაირი ვერა, ეხა ბრუტალური და რაღაცა. ეხა რო თქვი რომ მაგალითად უკან ვერავის რო ჩასვავ მეთქი, მოდი მაგაზეც გადავიდეთ. პირველ რიგში მინდა გითხრათ ის რომ კარს რო გამოვაგებ ამ მანქანაში. აი აქ ეს ვეც რო გაწვის რა, ეხა რეალურად ძალიან ბევრჯერ რო გამოვიდეს ეს ფუჭდება მე და გამაზვები აქვს და ამგვარს უკან გიტოვებს და მარტო ჯუხი გამოდის. ამიტომაც ჯობს ხოლმე ჩაარჯოთ ხოლმე და ისე იმასაც. მოგეთ აი აქ ილაკი გვაქვს რომ ეს წინ წამოვა და ეს ესე გადმოიწევა ეს ჩვენი ის. ეხლა რა მინდა გითხრათ, ამ მანქანაში შესვლა ჭირს, ანუ შესვლა არის ყველაზე რთული მომენტი ამ მანქანაში, მაგრამ თუ შეხვალთ, აი თუ შეხვალთ ეხლა ეს პოდკასტი გადავაგდო. აი თუ შეხვალთ რა, ანუ ეხლა მაგალითად ეს კამიზა ნეტად უკანა, იმიტომ რომ გადამღება ძალიან უკან მოცია. უკანა გადაგიგებო, მაგრამ ნუ ესე აი აქ წითელი განათებები გვაქვს, რაზეც გეუბნებოდი წინ უკანაც, რომელიც ცოტა კიდე კაია. ნუ ფართის მხრივ ეხლა ეს ხელის გასადებიც აქვს ბარია ჩვეულებრივი, ანუ შუაში ადამიანი ვერ დაჭდება. ანუ ფართის მხრივ ეხლა რო გითხრათ რომ უკან მეთქი ვერ იმგზავრებ მეთქი, არა, ანუ თუ შემოძვერი იჯდები კარგად, ანუ კარგად რა ეხლა იჯდები რა იმგზავრებ. რა ეხლა კომფორტულად ლაქშერი კლასურად ვერა. მაგრამ
ოხელის დასადების ტყავი რაღაც ან ცოტა ნაფიქრე კი უკანას კაია მოკლედ უკანას დაჟდებით თუ შემოწერით დაჟდებით თუ არა და გადასვლას რა თქმა უნდა ჭირს ისევ ეს უნდა ეს გაწიო ეს შეგიძლიათ წინაც მიწიო ეს კამი ესე და მე აი ესე რა რაღაც ნეიჩერით და რამენაირად უნდა გადმოხვიდე მოკლედ გეისაც სულ ეს იყო ვეცდები რომ ანუ ეხა მეოთხე სერიის წესავი გადაგებული ქონა ეხა მაგალითად კაბრიოლეტის 400 საათის ამაზე ბევრად კარგი ვერსიის და აღარ ჩავთვალე ის რომ დეტალურად განმეხილა ეს მანქანა მაგრამ ვეცდები რომ აღარ დავიკარგო და ხშირად ვიღო მანქანები ეს ჩვენ გადავიდეთ 428i ეს არა კვადრო ეს იყო უკანა წამყვანი ნუ უკანა წამყვანისაც თავისი ხიბლი აქვს და ერთი რისით მას დამავიწყდა ის არის რომ ანუ რო ვიძახით ეხოდი სავარძები ამ ეხა მემორიების აღარ რა თქმა უნდა ანუ ეს დადის შეულებრივად ელექტროკინო. აი ეს. ანუ აქედან უნდა გამოწიო, შეწიო, გაწიო, ანუ შეაკაი ადამიანი დააყენე აი აქ პატარა ის როგორც აქვს თქვა მე-5 სერიებსო, მიწიო და ეს ელექტრულად გაიწიოს, ან გამოიწიოს, ან რაღაცა ქნა, არა, ანუ რაღაცებში ფულია გაჯაშკილი სერიოზულად. ერთ-ერთი რაც გულს აი ეს მონიტორი და ის სისხლის მოჩვენებელია. დანარჩენი ყველაფერი კაია. ხა ძალიან სულ ვიზუალზეც არაა, ეს მანქანა ძალიან კაია, ძალიან ლამაზია. ისეთია ეფექტით აქვს, მაინც BMW არის და ახალგაზრდა მანქანა და ახალგაზრდა ბიჭი რო აი ამ BMW-ში გაიჩნდება, უკვე თემაა რა. ერთ-ერთი თემა სასაკვირია, ხა ტრადიციულად ჩუშებით ჩაბურვა არის და ანუ ქართულ სტილში რო ვაწყობდე, იასნა ჩინური დისკები, ჩინური ჩიტოკები, ჩინური რული, ჩინური მონიტორი, ეგრე ყველაფერი ჩინური, ეგრე გადაავს 1000 ლარად, M4 გახადა მანქანა. მაგრამ ეგრე არ ვაკეთებ. მოკლედ, თუ მოგეწონათ ვიდეო გამოიწერეთ და ლაიქეთ და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.